ამერიკის შეერთებული შტატების კიდევ ერთი სპეცოპერაცია სანქცირებულ ტანკერზე სპეციალურმა ძალებმა დააკავეს ხომალდის სახელწოდებით ოლინა, რომელიც სავარაუდოდ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია. გავრცელებული ინფორმაციით, გემი ნავთობით ვენესუელაში დაიტვირთა და სანქციების გვერდის ავლით მოძრაობდა. ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოს ტირანები ქედმაღლობის პიკზე დაამხეს, მასაც დაამხობენ, განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. მან დემონსტრანტებს ვანდალების ბრბო უწოდა, რომლებსაც სურთ ტრამპს ასიამოვნონ. ხამენეის თქმით, ისლამური რესპუბლიკა არეულობის პირობებში უკან არ დაიხევს. ამერიკაში 22 წლის ქართველ კაცზე ძებნა გამოცხადდა, ის ახალი წლის ღამეს პენსილვანიის შტატში ავტოსადგომზე ქვეითებს დაეჯახა. CBS News-ის ცნობით პოლიციის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ 22 წლის რობა გასიტაშვილს ბრალიედება მკვლელობის მცდელობაში დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმასა და გაუფრთხილებლობით სხვა პირის საფრთხეში ჩაგდებაში. პარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ისევ გადაიდო. კალაძე მოქალაქეებს პირდებოდა, რომ 2025 წლის ბოლოს რემონტი დასრულდებოდა, თუმცა ამჯერად თარიღად 31 მარტი განისაზღვრა. პარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წელს ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო.